რა არის დივერსიფიკაცია სინამდვილეში? მეგობრებო, ამ ვიდეოში განახებთ თუ რა არის დივერსიფიკაცია სინამდვილეში და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი პორტფოლიოები იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული. გააჩნია რა თქმა უნდა რამდენი ფულით იწყებ, მაგრამ განახებთ მაგალითებს თუ როგორ შეიძლება თქვენ დაიცვათ თქვენი თავი იმ შემთხვევაში, თუ ბაზრებზე მოხდა კორექციები და რაც შეიძლება თქვენ საფულეს ნაკლები დარტყმა მიაყენოთ. რა თქმა უნდა, როცა გადადიხართ კრიპტო გურუების პლატფორმებზე, იქნება ეს YouTube, Facebook და შემდეგ, ყოველთვის ყველა გეუბნებათ, რომ თქვენი საფულე უნდა იყოს დივერსიფიცირებული. მაგრამ არ გეუბნებიან ამას სწორად და რატომ არის ეს? ანუ რას გეუბნებიან ისინი ხშირ შემთხვევაში, რომ შემოდიხარ ბაზარზე, თუ შემოდიხარ 10,000-ით, 70%, 40-50%, ну არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ნაწილი ყოველთვის გქონდეს ბიტკოინი, რაღაცა ნაწილი ეთერიუმი და ძალიან პატარა ნაწილი ალტკოინები. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება, ეს არის დივერსიფიცირება. ეს არის დივერსიფიცირება კრიპტოში, მაგრამ ეს არის იმ შენი $10,000 დივერსიფიცირება. თუ შენ $10,000 შემოდიხარ და $10,000 დებ კრიპტოში და იქიდან 70% ვთქვათ, რომ არის ბიტკოინი, 20% ეთერიუმი და 10% ალტკოინები, მაგ შემთხვევაში შენ ხარ 100%-ით კრიპტოში, ანუ შენი საფულე არანაირად არ არის დივერსიფიცირებული. რა თქმა უნდა, კრიპტოში თვითონ არის დივერსიფიცირებული, მაგრამ ეს არ არის დივერსიფიცირებული, ანუ შენი საფულე არ არის დივერსიფიცირებული, იმიტომ რომ შენ ხარ 100%-ით კრიპტოში და კრიპტო ცუდად წავიდა, შენი საფულე ცუდად მიდის. და თუ კრიპტო ცუდად მიდის, არა გაქვს არსად ისეთ ადგილას ინვესტირებული თანხა, რომ პირიქით კოლორებადში იყოს ესე ვთქვათ კრიპტოსთან და იმ შემთხვევაში შენი კრიპტო დავარდა მეორე მხარე, სადაც გვაქვს დაინვესტირებული ფული, იმან უფრო ნაკლები ვარდნა გააკეთოს ან პირიქით საპირისპირო გააკეთოს და ზრდა მაგალითად და ახლა განახებთ ამ ვიდეოში თუ რას გვაქვს ყველაფერს და მაგალითსაც მოგიყვანთ თუ როგორ ხედავ მე თვითონ დივერსიფიკაციას. მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე. რამდენიმე მაგალითსაც განახებთ რა თქმა უნდა და სანამ მაგალითებს გადავალ, მოდი დაგიხაზავთ რაღაცებს, იმიტომ რომ ყველა მიცით რომ დახაზები და აი ესეთი ახსნები მიყვარს და თქვენს ყოველთვის ყველაფერს კარგად იქებთ ხოლმე. თქვათ რომ შენ გაქვს $10,000, რა თქმა უნდა განსხვავდება $10,000 შემოდიხარ 100,000-ით თუ მილიონით, მაგრამ ეხლა ავიღოთ 10,000 და რაღაც ანუ ნიუანსებსაც გეტყვით, როგორ გავაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ მილიონით შემოვიდოდი ბაზარზე. თქვათ რომ შენ გაქვს $10,000 და გინდა ინვესტირება გააკეთო, ხო? როგორ აკეთებ ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, მე ყველაფერს კრიპტოში არ ჩავდებ. ნახეთ ახლა რა ხდება, როგორ გავაკეთებდი ამ ყველაფერს. თქვათ რომ შენ ეს არის ეს ჩვენი $10,000. მოდი დავყოთ 4 ნაწილად. ან არა, ბოდიში 5 ნაწილად დავყოთ. რა ხდება კარგად? თუ არა დაყოფა. 2, 4 გამოვიდა ეს და 1, 2, 3, 4. კარგი. ვთქვათ რომ ეს 5 არის 20%. ანუ $2,000 ვაკეთებთ ინვესტიციებს ყველგან. როგორ გავაკეთებდი პირადად მე დივერსიფიკაციას და ნახეთ დივერსიფიკაცია შეგიძლიათ ჩახვიდეთ ძალიან ღრმად. აგიხსნი ახლა $10,000-ზე ზედაპირულად როგორ გავაკეთებდი და იქვე დავამატებდი 100,000-დან მილიონით რა როგორ გავაკეთებდი. ვთქვათ რომ შენ გაქვს $10,000, რას გავაკეთებდი ამ შემთხვევაში? ანუ ამას დავყოფდი 5-ად. ანუ ეს არის 5 ჯერ გავუმრავლოთ $2,000, მაგრამ სხვანაირად დავხაზავ. 2,000, 1, 2, 3, კიდევ ერთი 2,000, კიდევ 2,000, 2,000, 2,000. კარგით, ნახეთ ახლა რა ხდება. ამ პირველ 2,000 გავაკეთებდი ინვესტიციას კრიპტოში. ვთქვათ რომ ეს არის კრიპტო. ნახეთ ახლა რა ხდება, ამ 2,000-ის დივერსიფიკაციას მოვაწყობდი კრიპტოში. ანუ ის რაც თავიდან ავთქვი რომ შეიძლება შენ იყიდო აქ 70% ან 50% ბიტკოინი, 20% ეთერიუმი, 20% ალტკოინები. ანუ ეს ყველაფერი შენზე დამოკიდებულ თუ რამხელა რისკიანი საფულე გინდა გქონდეს კრიპტოში, მაგრამ ანუ 2,000 იმ $10,000-დან 20%-ს გავაკეთებდი კრიპტოში ინვესტიციას. და იმასაც განვიხილავ რა მოხდებოდა თუ ეს ყველაფერი მაღლა აიწევ. ანუ ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, ანუ მე როგორც ხედავ ყველაფერს, ძალიან განსხვავებული არის იმ ხურვებიდან, რომლებიც გეუბნებიან, რომ
კრიპტოში უნდა ჩახვიდე და ყველა სასაცილოდ რა მეჩვენება ხოლმე იცი? კრიპტო რო ვარდება, აი ეხლაც მაგალითად, ერთადერთი რაც მესმის იმათგან არის ის, რომ ანუ საერთოდ ყველასგან, მარტო ქართველებზე არ ვსვლაპარაკი, უცხოეთიდანაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც კრიპტოში არის, ესე ვთქვათ, მოღვაწეობს და არიან ინფლუენსერებს ვერ დავუძახებ მაგათ, რაც გეუბნებიან, თავს როგორ იმართლები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმათ უფრო თქვენზე მეტი ალტკოინები აქვთ და იმათ უფრო ტკივათ ვიდრე თქვენ, მაგრამ ანუ რა თქმა უნდა, მათი ის არის, რა ქვია, ვალი რომ თავი გამოიყვანონ, ვითომ მათ არ ადარდებთ, იმიტომ რომ მაგათ აქვთ ძალიან დივერსიფიცირებული პორტფოლიო. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება. თუ შენ ერთადერთი რაც გესმის ამ ინფლუენსერებისგან არის ის, რომ ფასები ხო დავარდა, ყველაფერი გაიარდა. ყველაფერმა დაკარგა თავის ღირებულება. ხო, ბიტკოინმა წელს გავსინჯით 30% გააკეთა ვარდნა all-time high-დან და ალტკოინებმა რა თქმა უნდა 50, 60, 70 და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც მესმის მაგათგან არის ის, რომ აი ხომ გეუბნებოდით, რომ ბიტკოინში უნდა ყოფილიყო თქვენი საფულის 70% და მაგ შემთხვევაში თქვენ არ ნახავთ თანხლა დანაკარგს. ანუ მაინც ხო დიდი დანაკარგია, რა მნიშვნელობა აქვს? თუ შენ $10,000-დან ყველაფერი ბიტკოინში ყველაფერიც რომ ბიტკოინში ჩაგდო, მაინც 30%-იანი 30% გაგიუფასურდებოდა შენი საფულე და ჯერჯერობით არ გამოიყურება ბიტკოინის ჩართები იდეალურად, შეიძლება მან კიდე გააკეთოს პატარა დროპი, ხო? ამიტომ ეს არ არის დივერსიფიკაცია, ესა ჩვეულებრივი უდიდეს რისკებზე არის წასვლა, რომელიც შეიძლება დამთავრდეს ფატალურად, ხო? რა თქმა უნდა, შენ თუ ბიტკოინის მეც მჯერა $10,000 რომ ქონოდა თავიდან მეც იგივე ახლა იმ ცნობადობით რაც ახლა მაქვს მეც ბიტკოინს შევიდოდი რომ დავარდინილიყო ახლა 30% საერთოდ არ ვინაღლებდი მაგრამ ანუ ახლა მე პირადად $10,000 პირდაპირ ბიტკოინში არ შევიდოდი ნაწილ-ნაწილ ვიყიდიდი და ამ ყველაფერს ნაწილ-ნაწილადაც აგიხსნით აქ რას გულისხმობ ამ ყველაფერს მაგრამ ანუ ის რომ ყველაფერი რომ დავარდა შენ ბიტკოინი რომ ქონდა 70% და დანარჩენი ალტკოინები ანუ მაინც ძალიან წაგებაში იქნებოდი $10,000-ვე კრიპტოში რო ჩაგდო. ამიტომ ეს არის დივერსიფიკაცია, ეს არის შეუძლებლად უდიდეს რისკზე წასვლა. და იმიტომ მე ხოლმე ყოველთვის რომ კრიპტოში ინვესტორს მე არ ვეძახი ინვესტორს, იმიტომ რომ ის არის ჩვეულებრივი ანუ რისკავს ზოგი მინიმალურ, ზოგს რასაც გააჩნია, ზოგს რაც აქვს, რის საშუალებაც აქვს, ნუ გააჩნია რა თქმა უნდა ვის როგორი ფინანსები აქვს, ხო? რა თქმა უნდა, ისინი რისკავენ, რაც შეიძლება ცოტას იმის რომ გააკეთონ მეტი და მათ უნდა ერთ-ორ დღეში მილიონები და მილიარდები გახდნენ. რა თქმა უნდა, როცა გიმართლებს აკეთებ ინვესტიციას და ფასი არის მაღლა, ყველას ხალე, მაგრამ როცა ვარდება, ყველა პანიკდება, ხო? მაგრამ მოდი ახლა გავაგზავნოთ ჩვენი დივერსიფიკაცია, როგორც ხედავ მე ამ ყველაფერს 2000 გავაკეთეთ კრიპტოში. ეს 2000 გადავხაზეთ. შემდეგი 2000 რა შეიძლება გამოვიდეთ? რა შეიძლება გავაკეთოთ ინვესტიცია? პირადად მე გავაკეთებდი ინვესტიციას კომოდიტებში. ეს არის ოქრო და ვერცხლი, ანუ ბუნებრივი რესურსი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა გჯეროდეს და შენ გააკეთო შენი რისერჩი არის თუ არა ეს ყველაფერი შენთვის საინტერესო. გავაკეთებდი მაგალითად ამ $2,000 ინვესტიციას ვერცხლში და გადავდებდი, ანუ ვერცხლი არის, ჩემთვის ვერცხლი არის ისეთი რაღაცა, რაც მაგალითად, ანუ ოქრო და ვერცხლი არის ჩემთვის ისეთი, რომ ბიტკოინი მაგათთან ახლოსაც ვერ მივა. მე ძალიან მიყვარს იმ ხალხის ვინც ოქროს ადარებს ხოლმე და რაღაც სისულელეებს, უდიდეს სისულელეებს იცახიან ხოლმე, ხან მომავალი ფული იქნებაო, ხან ოქრო შეცვლისო, ხან ისაო, ხან ისაო. ჩემთვის ეს ყველაფერი არის უდიდესი სისულელე. ანუ ვერასდროს ვერ გახდება ბიტკოინი ოქრო და ბიტკოინი ვერასდროს ვერ გახდება ფული. შანსი აი მაგის არის, შანსი არის ჩვეულებრივად ნული, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი განვითარებული არის ის რომ ყველამ გამოიყენოს, ყველას არ შეუძლია ყიდვა შენახვა და ამ შემდეგ და ძალიან კიდე ბევრი პრობლემებია, რომელიც მე აქამდე ვილაპარაკე და რომელიც კიდე უფრო მეტი რამე შემიძლია დავამატო, მაგრამ ამ ყველაფერს დავანებოთ. ასე რატომ მე ამ ყველაფერ ამას რატომ მოვიყვანე მაგალითად ოქროსთან და ვერცხლთან, იმიტომ რომ ოქროს და ვერცხლს აქვს ოქროს თვითონ 6000 წელზე მეტი ისტორია აქვს. და ოქრო არის ესეთი სპეციალური მეტალი, რომელიც არ შეგიძლია გააქვრო. ნუ ახლა მაგალითად ოქრო რო აიღო და შეურიო სხვა რაიმე ნივთს და 100,000 წელი ჩამორხო მიწაში და 100,000 წელს მერე ვიღაცა მიპოვოს, შეუძლია გადაადნოს და იმ ოქროს უკან მოიპოვებს. ბიტკოინის შემთხვევაში მაგალითად, შენ თუ შემთხვევით სხვაგან გადაერცხე, ბიტკოინი გაქრა, ანუ აღარ არსებობს. და ოქრო პირიქით, ანუ არ შეგიძლია გააქვრო. ბიტკოინი შეგიძლია გააქვრო. ახლა მე მილიონის ბიტკოინი რო გადავერცხო სხვაგან, შემეშალოს რაღაცა გადარიცხოს ადრესს და სხვა რაღაცაზე გადავრიცხო, ბიტკოინი გაქრობილია, ხო? ანუ აღარ არის, ანუ შეიძლება გაქრეს.
და რას ვაკეთებთ იმ, რა როგორ უნდა ვქნას, როცა შენ, ფული თუ გაქვს, ფულს უკან ბეჭდავ, ოქრო არ ქრება და ბიტკოინი შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ხო? ამიტომ ჩემთვის ბიტკოინი ვერასდროს ვერ იქნება, ვერც ოქრო და ვერც ფული, შანსი არ არის. ამ $2,000 გავაკეთებთ ინვესტიციას ოქროს და ვერცხლში, ოქროში ან ვერცხლში, ამაშიც ცალკე შეგიძლია შენ თვითონ ესე ვთქვათ, გადაწყვიტო რა გინდა, ოქროს ვეძახი მე სტაბილიზაცია, შენ საფულეში რომ იყო სტაბილიზაცია, მაგრამ ამ ოქროში აკეთებ ინვესტიციას, როცა გაქვს დიდი, ესე ვთქვათ, კაპიტალი, ვერცხლი არის უფრო პოტენციალი, იმიტომ რომ ვერცხლიც მაქვს ცალკე ვიდეოები გაკეთებული, კიდე დავუმატებ ახალ მომავალში ვაკეთებ სხვათა შორის, მაგრამ მე პირადად უფრო ვერცხლში გავაკეთებ ინვესტიციას, რომ იმიტომ რომ ჩემთვის ვერცხლი არის უფრო დიდი პოტენციალი. და ნახეთ ახლა რა ხდება, კიდე ესეთი თქმა დამოვიწყდა. და ახლა რა ხან ვაკეთებ $2,000, ამ ყველაფერს დავტოვდი ჩვეულებრივად exchange-ზე, იმიტომ რომ ჩემთვის არ არის საჭირო, რომ ცალკე კიდე $2,000-იანი ინვესტიციას ვაკეთებ ბიტკოინში, გინდაც 10,000-იანი იყოს, რომ ლეჯერი ვიყიდო, ლეჯერში ფული გადავიხადო, გადავირსო, ბლა 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 ბლა, არ გავაკეთებდი, მაგრამ თუ 100,000-ით, მილიონით შემოდიხარ, მაგ შემთხვევაში მარტო ლეჯერში კი არა, უფრო მეტ დივერსიფიკაციას გავაკეთებთ. ნახე, $10,000 ხო ვაკეთებთ უბრალოდ დივერსიფიკაციას, რომ $2,000 წავიდა უბრალოდ მაგალითად თქვა მარტო ბიტკოინში. უბრალოდ exchange-ან ბროკერზე დავდებდი ამ $2,000, მაგრამ თუ შენ 200,000-ით მილიონით ყიდულობ ბიტკოინს ან კრიპტოს საერთოდ, ნახეთ რას გავაკეთებდი, რაღაც ნაწილს exchange-ზე დავტოვდი, რაღაცნაირს ბროკერზე და რაღაც ნაწილს ლეჯერში გადავიტანდი. ანუ მაგაშიც დივერსიფიკაციას გავაკეთებ და იმიტომ რომ დივერსიფიკაცია შეიძლება ძალიან სიღრმისეულად წავიდეს, რა თქმა უნდა, შენ ეს ყველაფერი განსაზღვრულია შენ კაპიტალზე, რამდენიმე კაპიტალით შემოდიხარ და რად გიღირს. ამიტომ ახლა 10,000 რო განვიხილავთ, უბრალოდ ბროკერზე ან exchange-ზე დავდებდი და ამისთვის ყოველ უბრალოდ არ ვიყიდით კიდე დამატებით ლეჯერს და არ დავხარჯავდი ფულს. იმიტომ რომ ჩემთვის უფრო ადვილია ეს. $2,000 გავაკეთებდი ვერცხლში ან ოქროში ინვესტიციას, მე უფრო ვერცხლში, მე პირადად დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული და ვერცხლში ინვესტიციას უყურებ როგორც ძალიან long term ინვესტიციას, ანუ არ უნდა ელოდო ამას, რომ ერთი დღით და ორი დღით გქონდეს ეს ინვესტიცია. შემდეგი $2,000 ძალიან შორს რო წავიდეთ, ვიყიდით ინდექს, მაგალითად S&P 500. შემდეგი $2,000 წავიდო და მაგალითად აქციებში შეგიძლია შენ თვითონ აირჩიო როგორი აქციები გინდა დივიდენდ აქციები, გინდა მზარდი აქციები, ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, შენ თვითონ უნდა იცოდე რაში აკეთებ ინვესტიციას, არც მე უნდა მომისმინო და არც არებს, უბრალოდ მეგიხსნით როგორ ვხედავ მე დივერსიფიკაციას. და ეს $2,000 დანარჩენი 2,000, ნახე 4 ჯერ $2,000 ინვესტიცია გავაკეთე და ეს $2,000 დაგჭა ქეში. ამ ქეშით რას აკეთებ? ეს არის ყველა საინტერესო. ნახე შენ ერთდროულად რო იყიდო ყველაფერი აქ, მე რა თქმა უნდა ერთდროულად ყიდვის მომხრე არა ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა შეძლო დამატებით ყიდვა, უნდა გააკეთო დეცია და ყოველთვის ამოტვა $100, ან რამდენიც გაგაჩნია. ან უნდა იყიდო ნაწილ-ნაწილ, თუ გაქვს $10,000 ერთ ჯერზე არ ვიყიდეთ, მაგრამ ეხლა ნახეთ ერთ ჯერზე ვიყიდეთ 4 ჯერ 2,000 სხვადასხვა ასეტები და დაგვრჩა $2,000 ქეში. რისთვის ვიყენებთ ამ ქეშს? ამ ქეშს ვიყენებთ იმისთვის, რომ როცა ბირჟები დავარდება, რაც ხდება მაგალითად ეხლა, დავამატოთ ისეთ ასეტებს, რომლებმაც გააკეთეს მაგალითად დიდი ზრდა, მაგრამ მაინც გჯერა. მე მაგალითად ბიტკოინს ვჯერა, რომ ჯერის კიდევ გააქცელებს დასს და კიდე დიდი პოტენციალი აქვს და ეხლა მაგალითად თუ შენ მაგალითად ტესლას აქციები გქონდა, ამ $2,000-დან შეგიძლია $300-400-500 ტესლას დაამატო. კრიპტოსაც გქონდა ძალიან კარგი ვარდნა, 30%-იანი ვარდნა მარტო ბიტკოინზე და ეთერიუმზე და სხვა ალტკოინებზე რო არ ვილაპარაკოთ, ანუ ეთერიუმს უფრო დიდი ვარდნა ქონდა, რა თქმა უნდა და სხვა ალტკოინებს. აქედანაც $500 პლუს მინუს დავამატებდი, მე ოქრო და ვერცხლს არ დავამატებდი, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ იზრდებიან. და ანუ ამ $2,000-დან შეგიძლია ამატო სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ასეთებს, რომელსაც გინდა შეგიძლია აქციებიც იყიდო, რომელიც კიდევ გჯერა, მაგრამ იცი რომ ნიუსების გულიზე დავარდა, მაგრამ მომავალში მაინც აიწევს, ანუ ამ $2,000 შეგიძლია უფრო და უფრო მეტი იყიდო. ეხლა ნახეთ რა ხდება, აქ არის, ეხლა მოდის ყველაზე საინტერესო რამ მეგობრებო. ანუ შენ იცი რომ ყველგან 20% გქონდა, ნახო, აი ანუ აქ 20% გაქვს, თავიდან რომ დაეწყო, აქ 20% გაქვს, აქ 20% გაქვს, აქ 20% გაქვს. ნახეთ ახლა რა ხდება, ყველაფერი დავარდა. ანუ ბიტკოინი დავარდა, ის დავარდა, ყველაფერი დავარდა, მაგრამ ოქრო და ვერცხლი არ დავარდნენ.
ოქრო და ვერცხლმა გააკეთა, ოქრომ all-time high გააკეთა, ვერცხლმა ლოკალურად გაიზარდა და დააფიქსირა მაინც მოგება, ხო, მაგრამ ვთქვათ, რომ ახლა ნახეთ, აა 20%-ის მაგივრად ახლა შენ აქ ოქრო და ვერცხლში გაქვს შენი მთლიანი პორტფოლიოს 30-40% მაგალითად, ან შეგვიძლია ესეც განვიხილოთ, რომ ფასები არ დავარდნილა, მოდი, უფრო ადვილად რომ გამომივიდეს სასახსნელად თქვენთვის, რომ ადვილად გაიგოთ ლოგიკა და ძალიან ძნელად არ გამომივიდეს სასახსნელად. ლოგიკა რომ ადვილად გავიგოთ, ჩავთვალოთ, რომ ბაზარზე არაფერი არ მოხდა და პირიქით ეს $2000 ისევ ქეშად დაგვრჩა, არაფერში ინვესტიცია არ გავიკეთებ, იმიტომ რომ ბაზრები არ დავარდა და ბაზრებმა გააკეთეს უფრო და უფრო ზრდა. ნახეთ ახლა რა ხდება. თქვათ, რომ ოქრო და ვერცხლმა გააკეთა 10%-იანი ზრდა, S&P-მაც, ანუ ინდექსმაც გააკეთა მაგალითად 10%-იანი ზრდა, აქციებმა გააკეთეს 30%-იანი ზრდა და უცბად ხედავთ, რომ კრიპტომ გააკეთა 70%-იანი ზრდა. ახლა ნახეთ რა ხდება შენ საფულეში ხდება აღარ არის ბალანსი, დისბალანსი ხდება. და რას გულისხმობ ამ დისბალანსით? შენი მიზანი რომ იყო ყველაფერში გქონოდა 20%, იმიტომ რომ თუ ერთს დაარტყავდა ძალიან ანუ არ გინდა რომ შენ მაგალითად თავიდან თუ ბიტკოინში გქონდა 70%, იმ შემთხვევაში თუ ბიტკოინი დავარდებოდა, შენი საფული 70%-ს ეკნებოდა იმის რისკი, რომ გაუფასურებულიყო. ხო, ანუ შენი საფული უფრო სარისკო საფული ეკნებოდა, არ აქვს მნიშვნელობა, კრიპტოში იქნებოდა 70% თუ რაიმე აქციაში, როცა შენ საფულეში რაღაცა ნაწილი, სადაც გაქვს ინვესტიცია გაკეთებული, ჭარბობს პროცენტებით, ანუ 70, 80, 90% გაქვს ერთ ასეთში ჩადებული, რა თქმა უნდა, შენი საფულე არის სარისკო, იმიტომ რომ იმ ერთმა ასეთმა თუ ვარდნა გააკეთა, მთლიან შენ საფულეზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. აი აქ მაგალითად ახლა ვხედავთ, რომ აქ ესეთ ინვესტიცია რო გააკეთებინა ოქრო და ვერცხლი მაღლა წავიდა, S&P მაგალითად, ანუ ინდექსმა გააკეთა 10%-იანი ვარდნა, კიდე აქ რა ვქნა, აქციებმაც გააკეთეს მაგალითად პლუს მინუს თქვა 20%-იანი ვარდნა გააკეთეს და შემდეგ ხედავთ კრიპტომ გააკეთა მაგალითად ბიტკოინი, ეთერიუმი და ყველაფერი ერთად რო შევაჯამოთ, მაგალითად 40-50%-იანი ვარდნა. ნახე ახლა რა ხდება შენ 20%-ის მაგალითად აქ 70% კრიპტო რო გქონოდა და 50%-იანი გაუფასურებული იყო, ანუ უფრო დიდ დარტყმას მიიღებთ, ხო? მაგრამ ამ დივერსიფიკაციით მიიღე უფრო ნაკლები დარტყმა, იმიტომ რომ ოქრომ და ვერცხლმა აიწია მაღლა და ინდექსები დავარდნენ 10%-ით და არ დავარდა 30-40%, ხო, როგორც მაგალითად ბიტკოინი. და ნახეთ ახლა რა ხდება, ანუ ეს რაც ახლა ხდება, რაც ახლა გვაქვს ბაზარზე, რა მოცემულობაც გვაქვს ბაზარზე, მაგრამ ვთქვათ, რომ ყველაფერი იდეალურად წავიდა და ფასები წავიდა მაღლა. ახლა შენ კრიპტოში ხედავ რომ ანუ შენი მთლიანი საფულე რახან ყველაფერი გაიზარდა, ხედავ რომ შენი კრიპტო ინვესტიციები ჭარბობს და ინდექსები და კომოდიტები, ანუ ოქრო და ვერცხლი გაქვს უკვე 10% არის გაზრდილი და მაგალითად ახლა ისინი შენი საფულის 30% არის, მაგრამ კრიპტო გამოდის 40% ან 50%, ხო? მოხდა შენ საფულეში დისბალანსი, იმიტომ რომ კრიპტოში უფრო მეტი გაქვს ახლა, იმიტომ რომ გააკეთა მან ზრდა და პროცენტულობით შენ საფულეში უფრო მეტი შენი საფულის მთლიანი კაპიტალის უფრო დიდი პროცენტი კრიპტოშია, ვიდრე სხვადასხვა ასეტებში, იმიტომ რომ მაქამდე თუ გქონდა 20% ყველგან, ახლა შეიძლება შენი საფული იყოს $10,000 მაგივრად, $20,000 ვთქვათ რომ გაორმაგდა, ადვილი ციფრები რომ ავიღოთ და $20,000 20% კრიპტო აღარ არის, მაგრამ არის მაგალითად 45% და სხვები არის 20%. მაგალითად ვთქვათ, ხო, 15-20%. ამ შემთხვევაში შენ გაქვს საფულეში დისბალანსი და რას გულისხმობ დისბალანსით? ამ 70%-ზე რომ მოხდეს კორექცია, მე შენი საფულის უფრო დიდი ნაწილი განიცდის გაუფასურებას, ხო? ანუ აქ თუ მაგალითად გვაქვს $60,000 55% კრიპტოში, ანუ ეს არის $9,000 პლუს მინუს ის $9,000 70% თუ გაუფასურდა, დიდ დარტყმას მიიღებ შენი საფული, ხო? ამიტომ უნდა მოახდინო ისევ დისბალანსი. და რა არის ეს დისბალანსი? ეს დისბალანსი არის, რომ ეს 70% გაყიდო, ანუ 70 ვერა, რაღაცა ნაწილი გაყიდო და გადაანაწილო სხვა ასეტებზე, ისე ანუ ქეში დავუმატო ცოტა, იმისთვის რომ ბაზრები თუ გავაფასურდა და კორექცია ქონა იმ ქეშით, რაც აქ მოგება დააფიქსირე, ისე ვიყიდო. ანუ ცოტას ქეში გადადებ, ცოტას აქციებს დაამატებ, ცოტას კომოდიტიებს დაამატებ და შემდეგ ისე იგივე სახე უნდა ქონდეს შენ საფულეს, ანუ ისე 20% აქ, 20% აქ, 20% აქ, 20% აქ და 20% ქეში. ანუ
რამაც აიწია ძალიან მაღლა, უნდა გაყიდო პატარ-პატარა ნაწილები. ანუ აქ შეიძლება ამ 70%-ის 30% გაყიდო, ამ 30%-ის 10% გაყიდო, ამ 10%-ის 5% გაყიდო, გადაანაწილო cache-ზე და გააკეთო რომ ის რომ აქ ისევ პროცენტულობით იგივე პროცენტს შეადგენდეს შენი საფულე. მე პირადად ესე ვუყურებ დივერსიფიკაციას. ჩემთვის დივერსიფიკაცია არის ეს და იმ შემთხვევაში ნახე ახლა რა ხდება. შენ თუ 100%-ით ხარ, ანუ S&P chart-ს მაქვს ახლა გახსნი და იმ მაგალითად რატომ არის კარგი? ნუ სანამ იმას რასაც წეღანა მოდის, სანამ მაგას გავაგრძელებ. რატომ არის კარგი? იმიტომ ნახე S&P 500-მა მაგალითად გააკეთა 10%-იანი კორექცია. მაგრამ ანუ 10%-იანი კორექცია, მაგრამ ახლა თუ გავაჩერებ, სადაც არის 8%-იანი კორექცია არის. რაც შეეხება Bitcoin-ს, all-time high-დან ნახეთ რამდენი გააკეთა კორექცია. 30%-იანი კორექცია და ახლა სადაც არის 25%. ნუ Ethereum-ს თუ არ ჩავთვლით, ნახე Ethereum-მა სულ ლოკალურ high-დან რომ იმას აქვს 60%. ნუ altcoin-ებს არ გადავხედავ, იმიტომ რომ altcoin-ებზე საშინელებები ხდება, 80-90%-ები არის ზოგი გაუფასურებული. რა თქმა უნდა, რაღაც აქციებმაც გააკეთეს კარგი ვარდნები. ნახოთ აქ რამდენი გააკეთა. ნუ Apple-მა ეს როდის ქონოდა ხაზული არც ვიცი, მაგრამ ძალიან ადრე იქნებოდა. all-time high-დან გააკეთა თითქმის 20%-იანი ვარდნა. შეიძლება კიდე ქვემოთ წამოიდეს. მე მგონი ვიღაცასთან მქონდა ქოლი და მაგას ვხსნიდი ამას. თუმცა ძალიან ძველი ჩახაზული არის და ანუ მან მივიდივართ გასატესტად. ოქრო დავერცხლი. Gold. ნახეთ ოქრო რა სიგიჟეებს აკეთებს, მიდის უფრო და უფრო მაღლა. ანუ ოქრო რა თქმა უნდა, პირიქით კოლორირებაში არის ეკონომიკასთან და სხვა ბაზრებთან, სხვა ბაზრები რო ვარდება და ეკონომიკა რო უკან მიდის, ოქრო პირიქით მაგ შემთხვევაში იწევს ხოლმე და ყოველ ანუ თითქმის ყოველ კვირა ახალ time high-ს აკეთებს, რაც სიგიჟეა, ხო, რა თქმა უნდა. ვერცხლი ვნახოთ. ვერცხლიც კარგად გამოიყურება. ანუ გქონა კორექცია და მიდის ისევ მაღლა. ანუ ამ რეზისტენს რამოდენიმეჯერ შევეჯახე და ეს რეზისტენს თუ გავარღვიეთ, მე უკვე შეიძლება გქონდეს 36%-იანი ზრდა და მე შეიძლება კიდე უფრო მეტი. ასე რომ რატო განახებთ ამას? განახებთ იმიტომ რომ თუ შენ გექნებოდა ესეთი დივერსიფიკაცია, შენ არ განიცდიდი, ანუ შენი საფულე ახლა არ იქნებოდა 50-იან 70% მინუსში. იქნებოდა მაგალითად ყველაფერი რო გამოგვექვითა ერთმანეთში, ანუ ოქროს და ვერცხლის ზრდა რო გამოგვექვითა ერთმანეთში და ის ასეტები, რომელიც 50-70% არ გაუფასურებულა, შეიძლება კი არა დიდი ის არის, რა ქვია, ვარაუდი რომ შენ შეიძლება ისე მინუსში იყო, მაგრამ შენი საფული არ იქნებოდა 80%-იან ან 70%-იან მინუსში, იმ შემთხვევაში თუ სულ კრიპტოში იჯდებოდი. შენი საფული შეიძლება დღეს ყოფილიყო 10%-იან მინუსში, ან შეიძლება ყოფილიყო 15%, მაქსიმუმ 20%, იმიტომ რომ ეს $2000 ხო გქონა გვერდზე გადადებული cash-ი, რომ გეყიდა და ნახე ხლა ბირჟები დავარ და ბაზრები დავარ და იმ $2000 შეგიძლია კიდე დაამატო. ანუ შენ უფრო დიდი პოზიციები გექნება, ხო, ბაზრები როცა გაუმჯობესდება, უფრო მაგარი პოზიციები გექნება, უფრო დიდი პოზიციები გექნება, უფრო მეტი კოინები, აქციები და ასე შემდეგ გექნება ნაყიდი. ამიტომ ვამბობ, რომ დივერსიფიკაცია არის აუცილებელი და მე დივერსიფიკაციას ვხედავ ისე, როგორც მე აგიხსენით. ანუ ბევრი ამბობს, რომ რაც თავიდან ახსენი, როგორ ხედავს ბევრი დივერსიფიკაციას, რომ ანუ კრიპტო არის ყველაფერი აქციებს არ უნდა გაეკარო, იმას არ უნდა გაეკარო, ამას არ უნდა გაეკარო. იმ შემთხვევაში თუ შენ აკეთებდი ისე დივერსიფიკაციას და გეგონა რომ აი დივერსიფიკაცია არის ისე რომ კრიპტოში შედიხარ, ნახე, ყველას უხარე, როცა ბაზრები იწევა, ყველას უხარე. თუ მithumetes თუ კრიპტოში ზიხარ, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ანუ თავი გქონია უმაგრესი ინვესტორი. აი ვინმე რომ დაგიიყენოს Wall Street-ის სოფლიოში, აი ვარენ ბუფეტი რომ დაგიყენოს ვიღაცამ და შენ კრიპტოში შენ $10,000 გაგიმართლა, გააკეთე $30,000, იმიტომ რომ რაღაცა კოინმა სიტყვა რომელიც მე არ მომწონს საერთოდ და X-ები გააკეთა. იმხელა თავდაჯერებულება გექნება, რომ მე წარმომიდგენია ვარენ ბუფეტი შეიძლება ასწავლო ინვესტიციები როგორ უნდა გააკეთოს. წარმომიდგენია, ხო? ანუ რა გულისხმობ ამ ყველაფრით, რომ როცა ბაზრები იწევა, ვინც კრიპტოში აკეთებს ინვესტიციას, ყველას უხარი. აი ძალიან ყველას გონია, რომ აი თავის $10,000 გააკეთებს ტრილიონს. მაგრამ როცა ბაზრები ვარდება, ანუ შენ მაგარი ადამიანი და მაგარი ინვესტორი არ ხარ, როცა ფულს აკეთებ ბაზრები, როცა მაღლა იწევს. შენ მაგარი ინვესტორი და ჭკვიანი ინვესტორი ხარ იმ შემთხვევაში, თუ შენი რისკები არის ისე დაცული, რომ ფასი რო დავარდება და კორექცია მოხდება,
განიცადო, რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა და პირიქით გვერდზე გქონდეს ქეში გადადებული იმის რომ ბაზრები რო დავარდება, შენ შეხვიდე ბაზარზე და გქონდეს უფრო დიდი პოზიცია, როცა ფასი აიწევს და ანუ ეს დიდი პოზიცია რა თქმა უნდა მე ფასი რო აიწევს, შენ ტოტალურ კაპიტალზე ექნება გავლენა, ხო? მაგრამ ეხლა შენ მთლიანი ფასით რომ იყავი ბიტკოინზე შესული ან სხვადასხვა ალტკოინებზე ერთდროულად ეხლა ხარ 50-60%-იან მინუსში. ანუ მე ნუ დამიჯერებ თქვენ საფულებში ხდეთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რაც ხდება, ხო? რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, ხო? როცა შენ შეხედავ რომ შენ საფული 70-80%, ანუ ზოგი ისეთ სიგიჟე რაღაცებს ყიდულობს, რომ ზოგი 90% მინუსშიც არის ხოლმე, ხო? არ გამიკვირდება. მაგრამ ესე დივერსიფიკაციაც რაც მე აგიხსენ და როგორც მე ვხედავ, რა თქმა უნდა დივერსიფიკაცია შეიძლება უფრო სიღრმისეულად წავიდეს. კიდევ ერთხელ რომ გააჩნია რამხელა კაპიტალი ჩემოდეხარ ბაზარზე და რამხელა კაპიტალი გინდა დაეწყო ინვესტიცია. რა თქმა უნდა არც მე უნდა დამიჯერო და არც არავის არ უნდა დავიჯერო, თავარი არის რომ შენ გააკეთო შენი რისერჩი, რაში გინდა ინვესტიცია, რისის შესაძლებლობები გაქვს შენ, იმიტომ რომ ყველა საფული არის ინდივიდუალური და განსხვავებული და ყველას ცოდნა და რაც თავარი მიზანი არის განსხვავებული. შეიძლება ვიღაცა შემოვიდეს $10,000 და თქვას, რომ მე ამ პოს ვივიწყებ და მინდა რომ წლის ბოლოს ვქონდეს ყოველწლიურად 10%, ან ზოგი შემოვიდეს $10,000 და ამბობს რომ მე მინდა რომ 2 დღეში გავაკეთო 20,000. ანუ ყველა სხვადასხვა მიზანი აქვს, ყველა სხვადასხვა სარისკო პორტფოლიო აქვს, რა თქმა უნდა შენ უნდა განსაზღვრო შენ თუ რა გინდა, როგორ გინდა და რაც თავარი უნდა ესე ვთქვა, შენ თვითონ გააკეთო შენი რისერჩი, არც მე უნდა დამიჯერო, არც არავის უნდა დავიჯერო. რა თქმა უნდა, ყველა საზრი საინტერესო არის, როცა შენ არ იცი რას აკეთებ, რომ ციცოდე, საინტერესო არის, რა თქმა უნდა, ყველას მოусმინო, მაგრამ შენ ხარ პასუხისმგებელი შენ საფულეს. გააკეთებ მოგებას თუ გააკეთებ წაგებას, ეს არის ყველაფერი შენი ბრალი და სხვა არავის. ანუ არავის არ უნდა დააბრალო. მე იმიტომ რომ ნახეთ მე ყველამ კარგად იცის რომ ალტკოინებში ინვესტიციას არ ვაკეთებ. მაგრამ ვიცი რომ ბევრი ინფლუენსერები იმის რომ YouTube-ზე მოიზიდონ ნახვები, აქვთ ესეთი ისინი რომ აი ეთერიუმი ავა $50,000-ზე, კარდანო გზაშია უკვე იმის რომ გახდეს $10,000, ასე შენ გაშეკეთ და თქვენ სამისი გჯერა და ყიდულობთ, ხო? ანუ იმიტომ ყიდულობთ რომ ის ამბობს. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება, ანუ მარტო ამ ინფლუენსერების ბრალიც არ არის, იმიტომ რომ თქვენი ბრალიც არის ინვესტორების, ანუ ვინც ფულს დებს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მართლა რომ მოხდეს და ის კარდანო ავიდეს $100 და გააკეთოს მოგება, მაგ შემთხვევაში მაგრები არის. მაგრამ თუ დავარ და მაგ შემთხვევაში ძალიან ცუდები არის, მაგრამ ეს შენი ბრალია, იმიტომ რომ შენ თვითონ არ აკეთებ რისერჩს და შენ თვითონ არ გინდა რომ ესე ვთქვათ, დროის ინვესტიცია გააკეთო იმაში, რომ შენ გააკეთო საუკეთესო ინვესტიცია და გირჩევნია რომ ესე ვთქვათ, სხვა მიფიქრო შენს მაგივრად და ინვესტიციები არ ხდება ეს მეგობრებო, ანუ ეგრე ფულს ვერ გააკეთებ. მაშინ შენ უნდა მიხვიდე ბანკში, შენ უნდა მიხვიდე hedge funds მენეჯერთან და ასე შემდეგ, უნდა გააკეთო ინვესტიციები, ესე ვთქვათ, ეგეთ ადამიანებთან, ვინც თქვენი ფულით ივაჭრებს და გააკეთებს ფულს და ხშირ შემთხვევაში ეგეთი ხალხი, ანუ ბანკები რა თქმა უნდა მიგიყევენ ჩვეულებრივად, მაგრამ hedge funds მენეჯერები ხშირ შემთხვევაში ხოლმე მინიმალურად, ანუ ყველაზე პატარა მე ვისაც ვცნობ და ვინც ვიცი რომ ამას აკეთებს, ანუ სხვისი ფულით რო ვაჭრობს, მინიმალურად იწყება ხოლმე $50,000-დან $100,000-დან. შენ უნდა გქონდეს მინიმუმ $50,000-100,000, ან ზოგი არის რომ საერთოდ მილიონიდან იწყებს მინიმუმ. თან კონტრაქტს აწერე ხელს რომ ცუდად წავიდეს ყველაფერი, რომ ანუ მათ რა თქმა უნდა არაფერს არ მოსთხოვ, ხო? ამიტომ შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო რა გინდა. მე აგიხსენეთ ახლა თუ როგორ უნდა გააკეთო დივერსიფიკაცია და ეგ იმას არნიშნავს, რომ აუცილებლად ეგრე უნდა გააკეთო, შენ თვითონ უნდა გადახდო რა გინდა. მე პირადად ესე უყურებ ამ ყველაფერს, მე პირადად ესე ვაკეთებ დივერსიფიკაციას. ამაზე ცალკე ვიდეოებსაც გავაკეთებ, ლაიშიც განახებთ თუ როგორ ვაკეთებ დივერსიფიკაციას და პატარა თანხით როგორ შეიძლება გააკეთო უფრო დიდი სოლიდური თანხა, ну რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო კონტენტი გქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ რისერჩი, თქვენ თვითონ უნდა გადამოწმოთ რა გსურთ, რა არ გსურთ, რა არის თქვენი მიზანი, რა არის თქვენი შემოსავალი და რამდენი ინვესტიცია შეგიძლიათ და ასე შემდეგ.